სასტუმრო თბილისი პარაგრაფში პარალიმპიელების შესახებ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის განუსაზღვრელი შესაძლებლობები პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ფილმი ასახავს პარასპორტსმენების ცხოვრებას და მათ თავდაუზოგავ შრომას, რამაც საქართველოს მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრის პრემიერა პირველად გაეროში გაიმართა. ფილმი ბანკი ქართულს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ღონისძიებაზე ჩვენი ერთად ყოფნით კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვადასტურებთ, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათი პოტენციალის სრული რეალიზების ხელშეწყობა სახელმწიფოს მტკიცე პრიორიტეტია. ნებისმიერი საზოგადოების პროგრესისა თუ ცივილიზებულობის ერთ-ერთი საზომი სწორედ ისაა, თუ როგორ გარემოს უქმნით მათ, ვინც ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ადამიანის ნებასა და სულისკვეთებას საზღვრები არ გააჩნია. ამ უსაზღვრო შესაძლებლობების საუკეთესო მაგალითი კი სწორედ თქვენ, ჩვენი პარაოლიმპიური სპორტსმენები ბრძანდებით. 2026 წელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული სპორტის ისტორიაში. საქართველოს პირველად მიიღო ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა, სადაც ჩვენმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა და ზამთრის სპორტის ათვისებაც შთამბეჭდავი წარმატებებით დაიწყეს. ეს მიღწევები დარწმუნებული ვარ, მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჩვენი სპორტსმენები არასოდეს ნებდებიან. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვუყურეთ დღეს ამ არაჩვეულებრივ ფილმს, რომელიც არის ძალიან საინტერესოს და ძალიან ემოციური და ეს ფილმი აჩვენებს მენტალურ და ღირებულებით ტრანსფორმაციას კონკრეტულ მაგალითზე, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო წლების განმავლობაში. ამ ფილმში საუბარი იყო მათ შორის სტატისტიკაზე, რომელიც პირდაპირ ასახავს იმ დამოკიდებულებას, რომელიც იყო მანამდე, რომელიც არის დღეს. და კითხვა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო 2012 წლამდე ორ სპორტის სახეობაში და მთელი წლების განმავლობაში ისტორიის მანძილზე ერთადერთი საერთაშორისო მეტალი ჰქონდა მოპოვებული ჩვენს ქვეყანას. მას შემდეგ პარასპორტში გვაქვს სრულად განსხვავებული მიდგომები და ეს კიდევ ერთხელ სტატისტიკაზე აისახება. დღეს არის 300-ზე მეტი სპორტსმენი 14 სახეობაში და დღეს ათეულობით მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გვყავს, რაც რა თქმა უნდა არის ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში მთავარი წვლილი მიუძღვით პარასპორტსმენებს, მათ ტალანტს, მათ ნიჭს, თავდადებას, შრომას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რა თქმა უნდა, რომ მთავრობის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალშიც საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად დაუჭერს ხარჯს პარასპორტის განვითარებას. ფილმი ჩვენ ვეცადეთ, რომ ყოფილიყო სრულად საქართველოში პარასპორტის და ზოგადად ამ მოძრაობის შესახებ, რაც არის როგორც შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების ნაწილი, ისე მათი ჩართულობა სპორტში, მათი როლი საზოგადოებაში, ქართულ კულტურის, თანამედროვე ქართულ კულტურის ქმნადობაში. დოკუმენტური ფილმი პარალიმპიურ მოძრაობაზე სინამდვილეში არის ფილმი გამარჯვებების ისტორიაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ მისი გადაღება შესაძლებელი გახდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ფონდი ქართუს ქველმოქმედების შედეგად და ეს მხარდაჭერა დარწმუნებული ვარ განვითარების სხვა ეტაპზე აიყვანს ფინალურად პარალიმპიურ მოძრაობას და უკვე გქონდა ამ ფილმის პრემიერა გაეროში, სადაც ძალიან დიდი გამოხმაურება და წარმატება ხვდა წილად და დარწმუნებული ვარ, რომ ის ქართველი მაყურებლისთვისაც დასამახსოვრებელი იქნება.